მე კი დღეს გაჩვენებთ, ვფიქრობ, საინტერესო ფოტოებს, პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექციას. ფოტოები, რომელსაც ახლა ჩვენი მაყურებელი კადრში დაინახავს, ვფიქრობ, მეტყველებს მისი კოლექციის მრავალფეროვნებაზე. ფაქტობრივად ისტორიას აცოცხლებს როინაშვილის მიერ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, დაღესტანში გადაღებული ფოტოები. ფოტო, რომელიც მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს, ახლა დაინახავთ კადრში, ეს არის გაბრაზებული ქალის პორტრეტი და შემდეგი ფოტოც საინტერესოა, სადაც აღწერაში, ფოტოს აღწერაში წერია, რომ ესენი არიან მთის ებრაელები, აი ამ ფოტოზე აღბეჭდილი, ასე ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში, რომელიც მოგზაურობისას არის გადაღებული, თუმცა ზუსტად არ ვიცით, სად არის ფოტოს კადრი აღბეჭდილი და აი აქვე მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ქართული გაზეთი წერს, რომ როინაშვილი კავკასიის მთებში ისტორიის დაკარგულ არტეფაქტებს ეძებდაო. როინაშვილი აი ამ მოგზაურობისას მართლაც შეაგროვებს უამრავ არტეფაქტს, სურს რომ ქართული კულტურის მუზეუმი დაარსოს, რომ დაინახოს მომავალმა თაობამ თავისი წარსული, თავისი დიდებაო ის იტყვის და მართლაც იქნება როინაშვილი პირველი, ვინც შექმნის კავკასიურ მოძრავ მუზეუმს და ძალიან საინტერესოა თურმე წლების განმავლობაში შეკრებულ სიძველეებს, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ და ნუმიზმატიკურ განყოფილებებს ეტლით დაატარებდა თურმე ყველგან და ასე აცნობდა ის მოსახლეობას ჩვენს ისტორიას. და შემდეგი ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, რომელსაც ძალიან საინტერესო ფოტოა დაინახავთ ახლა კადრში, სპარსი დერვიში გველით ხელში მიიჩნეოდა, რომ ისინი მისტიკურ ძალას ფლობდნენ. დერვიში ნიშნავს მოხეტიალეს და სხვათა შორის კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ლექსი დაწერილი სახელწოდებით დერვიში, გახდი დერვიში უსამშობლო გლახაკ თაგანი. გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო კადრები აქვს როინაშვილს აღბეჭდილი, თითოეული კადრი თითქოს რაღაც ახალს გვასწავლის და გვაჩვენებს. მაგალითად, აი შემდეგი ფოტო, რომელიც ვფიქრობ ახოს განსაკუთრებით მოეწონება, როგორ გამოიყურებოდა მტკვრის ვიწროში გადებული ავლაბრის ხიდი, ახლა ამ ადგილას საბჭოთა პერიოდში აშენებული მეტეხის ხიდია, ამასაც კითხულობთ ფოტოს აღწერაში, კი ბატონო. ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექციაში ასევე აღმოაჩენთ, აი ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანების, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის ფოტოებს, სწორედ იმ ფოტოებს, აი თავად ფოტოები რომ არის დამოუკიდებლად ძალიან ცნობილი, ხო, დამეთანხმებით, როინაშვილს არ გამორჩენია თითქმის არც ერთი მისი თანადროული საზოგადო მოღვაწე, ვისი ფოტოსურათიც მას არ გადაუღია. ის თბილისში გახსნის თავის პირველ ფოტოსახელოსნოს, აი ეს არის უკვე სტუდიური ფოტო ქართველები ჯაჭვის პერანგში. მას ძალიან მალევე ექნება 3 ფოტოსტუდია და საინტერესოა რა ერქმევა მის ფოტოსახელოსნოებს. რემბრანდტი, სასურათ ხატო და ამხანაგობა. როინაშვილი მართლაც დიდ კვალს დატოვებს, ის იქნება პირველი ქართული ფოტოგრაფების სკოლას რომ შექმნის, გახსნის საერთო საცხოვრებელსაც სტუდენტებისთვის, აღზრდის ცნობილ ფოტოგრაფებს და თურმე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ასწავლის ის ახალგაზრდებს, ტანისამოსითაც უზრუნველყოფს მათ საკვებით, პარალელურად ის მფარველობს ბიბლიოთეკებს და არის პუბლიცისტი. შემდეგი ფოტოც ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, გადაღებულია თურმე თბილისთან ახლოს ქვათახევის მონასტერთან და მგზავრები სადილობენ წერი აღწერაში და ხედავთ ქალები და კაცების ხედან ცალ-ცალკე. ხო, ორი სუფრაა გაშლილი. რაც შეეხება ფოტოგრაფის პირად ცხოვრებას, თურმე მისი მეუღლე სამწუხაროდ დიდ როლს ითამაშებს როინაშვილის სამშობლოდან გადახვეწის საქმეში. ცოლ-ქმარ შორის წარმოშობილი უთანხმობის მთავარი მიზეზი იქნება ფოტოგრაფის თბილი დამოკიდებულება და მზრუნველობა თანასოფლელების მიმართ, რომლებსაც გასაჭირში ის მარტო არასდროს ტოვებდა, ეხმარებოდა ყველას და ეს როგორც ჩანს არ მოსწონდა მის მეუღლეს და ერთ დღესაც თურმე ფოტოგრაფი მეუღლეს ეტყვის, განჯაში ჯარი დგას, დიდი შეკვეთა ავიღე და იქ უნდა წავიდეო. ის აიღებს ხელსაწყოებს და მეუღლესთან ერთად მივა თურმე ორთაჭალამდე ეტლით და გამომშვიდობებას აი ასე მოულოდნელად ეტყვის მეუღლეს, დღეის შემდეგ შენ ჩემი მეუღლე აღარ ხარ და მე შენი ქმარი მშვიდობით ბრძანდებოდეო. ეტყობა ძალიან გააბრაზა ის მეუღლემ, როგორც ამბობენ, სწორედ აქ სრულდება ფოტოგრაფის ცხოვრების პირველი პერიოდი, უიღბლო ქორწინების დასრულების შემდეგ როინაშვილს ოჯახის შექმნა აღარც უცდია. ვიცით, რომ შემდეგიც რამდენიმე წლის განმავლობაში დაღესტანში მოგზაურებს და დროს მთლიანად დაუთმობს პროფესიას. ძალიან სამწუხაროა, რომ ნაადრევად 52 წლის ასაკში გარდაიცვლება მოულოდნელად და მთელ თავის ქონებას, მათ შორის იმ საგანძურსაც, რომელსაც მოგზაურობისას შეაგროვებს, საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძებს და ილია ჭავჭავაძე თურმე ასე გამოეხმაურა ალექსანდრე როინაშვილის პირველი ქართველი
პირველი პროფესიონალი ფოტოგრაფის გარდაცვალებას, ის მოუკვდა თავის ერს, მოუკვდა ქართველობას, რომლის ბედი და უბედურებაც თავის ბედად და უბედობად გაიხადა, მან არარასგან შექმნა საქმე, ჩვენ ქართველებს გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ რის შემძლებელია ცალკე კაცი, თუ იმხნევებს და გაირჯება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ადამიანი იქნებოდა, როგორც ადამიანი და მის შემოქმედებას უკვე ჩვენი მაყურებელი ხედავდა ახლა. ძალიან შთამბეჭდავი იყო ყაზბეგის ფოტო. იმ დროისთვის მართლა რაღაცა წარმოუდგენელ შთამბეჭდავი ფოტოები არის სიღრმისეული და თითქოს ხო რაღაცა ტექნიკა ახლა დღეს არაფერი აღარ გვიკურს, მაგრამ მაშინ როდესაც ეს იყო რაღაცა ფოტოგრაფიის საწყისი, ხო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ფოტოები აი იმ პერიოდშია გადაღებული. მე ვაჟა-ფშაველას ფოტო მომწონს განსაკუთრებით, რომელიც ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ისი გადაღებულია. ეს საერთოდ უნდა ვაღიარო, რომ ალაბრის ფოტოს კი ბატონო. უნდა ვაღიარო, რომ ბევრი რამ დღეს შენგან გავიგე, რაც მახარებს და ზოგადად მიყვარს ხოლმე ძალიან ჩვენი გადაცემის ეს ნაწილი, როდესაც რაღაცა ისიც აღმოვაჩენთ ხოლმე, რაც ესე ფართო საზოგადოებამ ან არ იცის, ან მივიწყებული გვაქვს და გახსენება ყოველთვის კარგია. დიდი მადლობა კეთუნა, ნამდვილად შთამბეჭდავი ფოტოები იყო, ისტორიაც ძალიან იმოქმედა ჩემზე მეუღლის და მისმა რაღაც უთანხმოების მიზეზმა, უფრო ასე ვთქვათ. ხო, სხვათა შორის დაიბადა დუშეთში, ამასაც დავამატებ, 14 წლის ასაკში მას გარდაიცვალა მამა და ძალიან გაჭირვებაში იზრდებოდა და მისი თანასოფრელები მას ძალიან დაეხმარნენ, გვერდში დაუდგნენ და ამიტომაც არ ივიწყებდა ის ამას, თუმცა სამწუხაროდ ეს მისმა მეორე ნახევარმა, მაშინ მეორე ნახევარმა ვერ გაიგო და ვერ დააფასა. კარგი, მთავარია ის, რომ ჩვენ შევძლოთ მისი შრომის დაფასება, იმ საქმის, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა და რომელსაც ბოლო წლები ნამდვილად როგორც ახსენე თავი მიუძღვნა.